მეორე ბლოკის სტუმარია უამრავი ნიჭის მქონე ადამიანი, რომელიც ასევე არის უამრავი ადამიანის მამა. ჩემი მეგობარი გივის სიხარულიძე გთხოვთ. მოგესალმებით. როგორ ბრძანდებით, ბატონო? ძალიან კარგად. ძალიან კარგად. კაი ხანი არ მინახი ხართ. რა არის თქვენსკენ ახალი? ცეკვების შემდეგ აღარ მინახი ხარ. აბა, როგორ ცეკვავდი? შენ რო ცეკვავდი გადასარევად ვიცი, მაგრამ მეც ვცეკვავდი. რამე ახალი პროფესია ხო არა გითვისებიათ? აღარ ვიცი უკვე რა პროფესია, ეძებ ეხლა, შეიძლება ინაპლანეტარებთან დავიწყო მუშაობა რა. იმათი წარმომადგენელი ვიქნები საქართველოში. საქართველოში ისეთი ამბები ხდება, რომ ნახდათ ინაპლანეტარების გაკვირვებლები არის. ინაპლანეტიანებთან მუშაობა მე სხვა რამე ვიფიქრე. ხო, თქვენ მიხვდით ვერაც ვიფიქრე? კი ბატონო. აი, სულ მაინტერესებდა თქვენი ესეთი მღელვარე ცხოვრების დეტალები. და ჩვენ მოვიპოვეთ თქვენი ფოტოები. რა თქმა უნდა, თქვენი დახმარებით, ახლა ვინ დაიჯერებს იმას, თქვენი ნებართვის გარეშე მე ფოტოებს გავუშვებ, მაგრამ მაინც მოვიპოვე ეს ფოტოები და ახლა ერთად ვნახოთ თან კომენტარებით და თქვენ მომიყვებით რომელი ფოტო სად იყო და როგორ. ოღონდ უნდა ვნახოთ სად არის. კარგი, გავუშვათ მეგობრებო. აი, აქ ისეთი ჩაცმული ხართ. ბატონო გივი რომ წელს ქვემოთ ზაფხულია. და წელს ზემოთ ზამთარი. სად არის? სწორია, ეს არის იალტაში და იქ ხო ის როგორ არის, բայց იალტაში ცოტა ციო და ამბავი და ამიტომ ზემოთ უფრო თბილად მეცვა ვიდრე. და ქვემოთ სულ თბილად. ქვემოთ ყოველთვის თბილად ავარ. კარგი, შემდეგი ფოტო გავუშვათ. აი მე თქვენ პატივს რატო გცემთ, იცი? მოსკოვთან რომ მაქვს საქმე. აი, არა, მაშინვე ზურგი შეაქციეთ კრემლს. ბიჭო, შენ მღუპავ მე ახლა, ხო იცი? ეს რა ფოტოა? კრემლის ზურგში შექცევა, ახლა უკვე მოდაში აღარ არის, ძმაო, როგორ თქვა. კარგი, შემდეგი ფოტო ვნახოთ. მართლა ასეთი ტანი ქონდა თუ ფოტოშოპია? ბიჭო, ნეტა არ მქონებოდა ეგეთი ტანი. ეგეთი ტანი რო მქონდა შესახედაობა. მაგალითად დაგუპეს თქვენ. ძალიან ბევრ კაცებს არ უყვარდი და რისთვის თვითონ არ ვიცი ამაზე. ქალებს უყვარდი. მე მაგას საჯობია. სწორია, მაგას საჯობია, მაგრამ ეხლა მოდაში არ არის. კაცი უნდა უყვარდეს და ქალს ქალი. არა. ისე ვიზრო ჯობია შემდეგი ფოტო. არა, რაღაც ისე შემდეგი ფოტო. აი, მე ასეთი შთაბეჭდილება დამჩა, რომ აი აქ რესტორანში ხურდა არ ქონდათ და ეს ქალი ხურდაში მოვიდა. ხურდაში მოვიდა. ეს ქალი არის იაპონელი რა, სტუმრად იყო, ჩემი ანსამბლი მიდიოდა იაპონიაში. და პროდიუსერი ის იყო, იმპრესარიო. მე უფრო მაინტერესებს ეს საღამო როგორ დასრულდა. ეს საღამო დასრულდა იმით, რომ მე იმან ამიყვანა ხელში დედას მეცავა და გამაკოტრიალა სადღაც რომ გავახილე თვალი ლოგინში ვიყავი და არ ვიცი რაზე. ანუ იოკოგამაში ბიჭი ყავ. არა, იოკოგამაში არა. იმაში ტოკიოში. ტოკიოში. თქვენ ხო მარტო დედაქალაქს ეტანეთ? აბა რა, მე დედაქალაქის ბავშვი ვარ. ბატონო გივი, ვიცი რომ მთელი ცხოვრება ესეთი გრძნობით ცხოვრობთ და თქვენ ზოგადად გრძნობიარე კაცი ბრძანდებით და აი მე მინდა კიდევ ერთხელ შევამოწმო, რამდენად გაქვთ განვითარებული ეს გრძნობა. ჩვენ გვაქვს ასეთი თამაში გამოიცანი ნივთი. ზაიჩიკი ვარ ახლა. ბატონო გივი, გეხვეწები არ მომატყუო. არა, შვილოს ვიცავ. პირველი პრიზი, დერ დავანახოთ. რა უნდა დამანახო? თქვენ არა, მაყურებელს, აი, დარბაში. ელე მაყურებელს. მომაწოდეთ, ხელი გამომიწოდეთ ბატონო გივი? აჰა. ეს ძუძუ იქნება დაღდა. მართალი ვარ? ვა! აჰა. იცი როგორ გზობავ ძუძუს ვერ წარმოიდგინე. ესე იგი, რამდენი გინახავთ? კარგი. არა, არ დამთავრებულა, გაიგეთ? არ დამთავრებულა? არა. ეხლა ის არ დამაჭრენიო თხელში სასწრაფო. არა, ბატონო გივი. არა. არა. გამომიწოდეთ ხელი ბატონო გივი? ესა? ვაიცა? ეს ღვიდის გასახსენე პროპორციული კაც. აჰა, გამოიცარეთ. არ მოიხსნათ ჯერ. არა. და კიდევ ერთი. გამომიწოდეთ ხელი ბატონო გივი?
მოიცა გავს. მარტო ამით თუ ესე არა, მეორე შეიძლება. ლამპა მაგის დედა. ლამპა. აი არ ესხა არაფერი. არ ესხა არაფერი. კიდევ მოკლედ გამოიცანით და ახლა პრიზი. ახლა უნდა მოგცეთ მე თქვენ პრიზი, რომელიც თქვენ ძალიან გაგეხარდებათ. 100 ლარიანი ვაუჩერია. ხო. ჩემი ძმაკაცის რესტორანში, გიორგი წერეთლის რესტორანი 3 საუკუნე. 3 საუკუნე ქვია. კი, 100 ლარი. ჩემი ძმა ვინსგია დაპატიო 100 ლარის დავაი. სად არის ოღონდ მითხარი? 3 საუკუნე ორთაჭალაში. აუ, რა კაი რესტორანი. ჩემოთ არ წახვიდეთ ოღონდ რა. ერთად წავიდეთ. იცი რა, მე და თქვენ რომ ერთად წავიდეთ, ეს გახდება უცებ 180 ლარიანი. ზორე ხარ, მაშინ 100 ლარიაში სხვას დავაპატიო. ეს მართლა საჩუქარია, სერიოზულად, ეს თქვენ. სერიოზულია? კი, სერიოზულია, 100 ლარი გაქვთ. მადლობთ უფალო, დღეს რა კაი ფეხი ავდექი, დილასაც მაყუთი ბაჭუკეს. მოკლედ, ხალხის კითხვები, ორი შეკითხვა უნდა დაგისვათ. ხალხის საყვედურობს ბატონო რომ აი რაც შენ გაინტერესებს და შენ ჭკუაზე მიყავს გადაცემა და აბა ვინ ჭკუაზე უნდა წაიყვანო მაგას რა ვიცი ერთი აბა მაგრამ ამბობენ რომ აიცო ჩვენი აზრით გაითვალისწინეო და აი ორი შეკითხვა ამოვარჩიე მაინც იცი გენაცვალე ხო ჩემი ის არის რა ქვია ბოლოს კიდე ძუძუსთან ხო არ არის დაკავშირებული არა არანაირად შალვამ შვილდაძე ბაღდათის რაიონიდან გეკითხებათ ბატონო გივი იქნებ გვითხრათ, რაჭორი გაგიგიათ თქვენ თავზე ისეთი, რომ თქვენ თვითონაც ვერ წარმოიდგენდითო. რაჭორი გამიგა რომ მე თვითონაც ვერ წარმოიდგენდით. აი თქვენ თვითონაც რო ვერ წარმოიდგენდით. აი გივის სიხარულზე ზის და შახმაც დაბაშო. აი ამას ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენ რა. ეგ როგორ კეთდება საერთოდ არ ვიცი. არ იცით თამაში. არა, ნახდათ. კი ბატონო. შემდეგი შეკითხვა ლაშასურმავა მარტვილის რაიონიდან გეკითხებათ. ყველა მიცის რომ თქვენ ცნობილი თამადა ხართ ბატონო გივი და თამადობის დროს ვინმეს თუ დაუთვრიხართო. თამადობის დროს არავის არ დაუთვრივარ, იმიტომ რომ ძალიან ცოტა ვსვავ და სხვები კი ძალიან დამითვრია და ყველა მიცის რომ ცოტა ვსვავ, თამადა ის არის, ვინც ძალიან ცოტა ვსვავს, მაგრამ შოუმენი უნდა იყოს, ჩემო ოთარ. შენ ახარ ჩვენი ქვეყნის თამადა, მთლიანად. და მე სუფრის თამადა ვახონე. აი ეს არის თამადობა თორე. იქ 18 ბოთლე გვინოსო დალევს თამადად მე ძიც გაგორდება და ესე გადაულია ზედა აზეროა სად არის ეგ თამადობა არ არის რა. აზრო არ არის ვინ უვლის. ის მაინც დაიმახსოვროს ვინ გადაუარა. ხო ეს ზოგიერთი წევრისგან განსხვავებით ჩემი ბენდისა გუფი შენ არა. კი იცის იმას. თვითონ გასჩუმად. მოკლედ და ოთარ ტატიშვილი გეკითხებათ არის ასეთი ჩვენი მაყურებელი მეც უყურებ ხოლმე ჩემ შოუს კეთილშობილი ბავშვია ძალიან კეთილშობილი ბავშვია კი ბატონო კარგია რომ კეთილშობილი თქვენი აზრით ვინ არის ყველაზე ლამაზი ქალი საქართველოშიო ჩემი აზრით საქართველოში ვინ არის ყველაზე ლამაზი ქალი რამძიმე ეს არის შეკითხვა რაღაცა ქალზე მეკითხები თუ გოგოზე? აი ეგეც ხო არის განსხვავებული. დედრობით სქესზე. ხო? დიახ. ჩემი ძმაკაცის შვილი, რომელიც მე ძალიან მიყვარდა და იმას ძალიან არავინ არ მიყვარდა და აი უკვე განსვენებულია დიდი ფეხბურთელი რა. უდიდესი ფეხბურთელი და უდიდესი ვაჟკაცი. კახი ასათიანის გოგო. ბატონო გივი მე თქვენ ერთი სიურპრიზი მოგიმზადეთ, თუმცა მანამდე უნდა გკითხოთ. სულ დავა ამაზე, რომ სუფრასთან კაცები რო შევიკრიბებით, კარგი ქალის ყურება ჯობია თუ კარგი მუსიკის მოსმენაო. თქვენ რა აზრის ხართ? ჩემი აზრი ესეთია რა, ჯერ კაი ქალი უნდა ჩაატკბარულო. და მე მოусმინო მუსიკას. ქალი თუ არ ხავდა მუსიკას უსმენ, რა გებსუკება შეშობელზა. იმედია შეშობელზაღლო მე არ არა შენ მაგის დიდოსტატი ხარ შენ არ გეხება ხო და ერთდროულად რო იყოს ერთდროულად თან იმღერო თან იცეკო და თან ქალი არა თან მუსიკა უკრავდეს და თან ქალი მშვენიერა რომ გააჩნია რა მუსიკა არა ვარდებს აღარ უღებ დუდუკებზე თუ გიმღერიან რის ქალი რა ქალი მაშინ და იმ ქალს დასტიროდე ვაი სასახვედი შეუბედრო აი მე რო გადაგათქმევინოთ ახლა დავაი ჩავატაროთ და ჩავატაროთ
ჩავატაროთ ექსპერიმენტი. ყველას განახი გვაქვს კლარნეტს როგორ შლიან. ხო, ეს მე მინდა წარმოგიდგინოთ ჯერ ჩემი მეგობრები, ეს გახლავთ რესტორან ფორტუნას მუსიკოსები, მივესალმოთ. და ასევე მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი მეგობარი ბაბეტა, მივესალმოთ. ესე იგი, ექსპერიმენტი რაში მდგომარეობს რა? ბატონო გივი, მე მიყურე ცოტა ხანი რა, გეხვეწე. იცი რა? მე ისა მაგ, იშიაში მაგ და მარტო აქეთ მიყურე, აკედა. გინდა ეხლა მოგირჩინო იშიაზე, ბაბეტა აქეთ დადექი.